გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მოგესალმებით, დღეს პარასკევია, საღამოს 6 საათი და რადიო აფხაზეთის ხმის ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მე კი მისი წამყვანი მარიამ ჯოჯუა ვარ. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ასევე ექიმი ორთოდონტი ქალბატონი თათა ბოჭორიშვილი. მოგესალმებით, ქალბატონო თათა. დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. მოდით ქალბატონო თათა დავიწყოთ საუბარი ზოგადად იმით, თუ როდის უნდა მოხდეს პირველი კონსულტაცია ორთოდონტთან. კარგი კითხვა, ძალიან მადლობა მარიამ. პირველი კონსულტაცია სასურველია, რომ მოხდეს დაახლოებით 5-6 წლის ასაკში. მას შემდეგ, რაც ამოიჭრება პირველი მუდმივი კბილი. ზოგჯერ მშობლებს გონიათ ხოლმე, რომ ორთოდონტს მხოლოდ იმ ასაკში უნდა მიაკითხონ, როცა უკვე ყველა მუდმივი კბილი ამოჭრილი არის და უკვე ბრეკეტებით არის შესაძლებელი მკურნალობა, თუმცა ეს არ არის და უმჯობესია, რომ ადრეულად დაიწყონ ვიზიტებზე სიარული ორთოდონტთან. ბრეკეტების ტიპებზე რომ გვესაუბროთ, რა და რა ტიპის ბრეკეტები არსებობს ძირითადად? მასალის მიხედვით შეიძლება იყოს როგორც ცირკონის, ასევე კერამიკული და მეტალის ბრეკეტები არსებობს, ასევე განასხვავებენ ლიგატურულ და თვითლიგირებად ბრეკეტებს, რომლებიც სხვა მექანიზმით მუშაობს, ასე ვთქვათ და შედარებით თვითლიგირებადი ბრეკეტები არის უფრო ახალი სისტემა. ცოტათი უფრო სწრაფად მუშაობს და რაღაც უპირატესობები აქვს თვითლიგირებად ბრეკეტ სისტემას. აი, უფრო დაწვრილებით რომ მოგვყვეთ, ზირთად რა განსხვავება არის ლიგატურულ და თვითლიგირებად ბრეკეტებს შორის? ლიგატურული სისტემა არის კლასიკური ბრეკეტ სისტემა. თვითონ ლიგატურა არის სილიკონის რგოლი, რომლის მეშვეობითაც რკალი ჩნდება ბრეკეტში. შესაბამისად, ამიტომ ქვია ამ სისტემას ლიგატურული სისტემა. ასევე შეიძლება ეს კლასიკური ბრეკეტ სისტემითაც მოიხსენიოთ. თვითონ თვითლიგირებად ბრეკეტს არ სჭირდება ეს ლიგატურა. აქვს თავისივე ჩამკეტი და შესაბამისად რკალი ბრეკეტში ჩნდება ამ ჩამკეტის მეშვეობით. თვითლიგირებადი ბრეკეტების შემთხვევაში მათ პლუსები აქვს. ერთ-ერთი პლუსი არის ის, რომ ჰიგიენის დაცვა უფრო მარტივად ხდება, რადგან სილიკონის ლიგატურები გარკვეულწილად იკრავს ნადებს და ის რადგან სრულად მეტალის არის, ანუ ეს ჩამკეტიც რაც არის, ესეც მეტალის არის და უფრო მარტივად ხდება წმენდა, ნაკლებად იკრავს ნადებს. როგორც ნერწყვითაც უფრო მარტივად ირეცხება და ასევე ჯაგრისითაც უფრო მარტივად წმენდადია. თვითლიგირებადი ბრეკეტის შემთხვევაში პაციენტს ესაჭიროება ვიზიტი 6-დან 8 კვირის შუალედით. ანუ ლიგატურულ შემთხვევაში აუცილებელი არის, რომ 4 კვირაში ერთხელ მაინც მივიდნენ ორთოდონტთან. ესეც რა თქმა უნდა პაციენტებისთვის ძალიან დიდი კომფორტია, რადგან დიდი შუალედები აქვს განსაკუთრებით იმ პაციენტებიდან, ვისაც დიდი მანძილის გავლეწევს ექიმთან ვისასვლელად, ან ამა თუ მიზეზით, მაგალითად იმ პაციენტებს, ვინც მოგზაურობენ და მაგალითად შეუძლიათ ზოგჯერ უწევთ, რომ რამოდენიმე 3-4 თვე სადღაც არიან წასულები და არ შეუძლიათ ექიმთან ვიზიტი. ამ შემთხვევაში ეს სისტემა უმჯობესია, თუმცა მოგზაურობას რადგან შევიღე, ყველაზე კარგი სისტემა ამ შემთხვევაში ელაინერებია. იმიტომ რომ ელაინერებს სჭირდებათ ბევრად ნაკლები ვიზიტი ექიმთან. შეიძლება იყოს ეს 4 თვე, ესეც ინდივიდუალურად იგეგმება და ყველა პაციენტისთვის სხვადასხვა არის, თუმცა როგორც წესი არის ხოლმე ეს 4-5 თვიანი შუალედები და შესაბამისად ასეთი პაციენტებისთვის ან ვინც თუნდაც არ ცხოვრობს საქართველოში და მხოლოდ სამკურნალოდ ჩამოდიან საქართველოში, მათთვისაც ძალიან კომფორტული არის. ელაინერებსაც რომ გვესაუბროთ, ქალბატონო თათა, რა არის ელაინერები? ელაინერები არის გამჭვირვალე კაპები, ერთ-ერთი ყველაზე შეუმჩნეველი და კომფორტული მკურნალობის მეთოდია ორთოდონტიული. როგორც წესი, პაციენტებს, ვისაც განსაკუთრებით არ მოსწონთ მეტალის ბრეკეტები, უნდათ უფრო რაღაც არ დაიცვან დიეტა, იმიტომ რომ ბრეკეტებს ზოგადად დიეტა ჭირდება ხოლმე დიეტაში, რა იგულს ხოლმე მყარი საკვები არ უნდა მიირთვან, იმიტომ რომ შესაძლებელია მოტეხონ ბრეკეტი, რაც არ არის სასურველი მკურნალობისთვის და ვისაც მეტი კომფორტი სურს, ისინი ირჩევენ ხოლმე როგორც წესი ელაინერებს.
მკურნალობაზე რომ გადავიდეთ, აი დაახლოებით რამდენი ხანს გრძელდება მკურნალობა? მკურნალობის ხანგრძლივობა ზოგადად ინდივიდუალური არის პაციენტებისთვის გააჩნია კონკრეტულ შემთხვევას, თუმცა საშუალო ვადები როგორც წესი არის ხოლმე წელიწადნახევრიდან 2 წლამდე, ესე ვთქვათ, პლუს მინუს 2-3 თვე გააჩნია შემთხვევას. დიახ. აი სანამ ბრეკეტებით მკურნალობას დაიწყებს პაციენტი, აი იქამდე, ასე ვთქვათ, რა მოსამზადებელ პერიოდს გადის პაციენტი ამისთვის? უშუალოდ ორთოდონტიულ მკურნალობას რაც შეეხება, პირველ რიგში ტარდება, რა თქმა უნდა, კლინიკური დათვალიერება პაციენტი, რომელიც კაბინეტში ვათვალიერებთ პირის ხუს სახეს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს დიაგნოსტიკა, რაც მოიცავს პირის ხუს და სახის ფოტოგრაფირებას, აუცილებელია გქონდეს სადიაგნოსტიკო მოდელები, იქნება ეს ციფრული მოდელები თუ თაბარ შირს მოდელები და შემდეგ ინდივიდუალურად ხდება ასევე რენტგენების შერჩევა, მაგალითად შეიძლება კორპუსულ შემთხვევაში პანორამა იყოს საჭირო რაღაც შემთხვევაში 3D ტომოგრაფია ხდება საჭირო და ასე შემდეგ. და როგორც წესი პაციენტებს სჭირდებათ ხოლმე, თუ პირის ხუში აღინიშნება კარიესები, ღრძლების ანთება, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ორთოდონტულ მკურნალობამდე პაციენტი ჯერ გადამისამართდეს თერაპევტთან, ეს ვთქვათ პირის ხუს სრული სანაცია უნდა მოხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება უკვე ორთოდონტიული ჩარევა. რაიმე კონკრეტული ასაკი თუ არსებობს, აი რომელ ასაკში არის შესაძლებელი ორთოდონტიული მკურნალობა? ნებისმიერ ასაკში არის შესაძლებელი. მე პირადად ყავს 68 წლის პაციენტიც და ასე ყველაზე პატარა მყავს 6 წლის პაციენტი. ნებისმიერ ასაკში არის შესაძლებელი. უბრალოდ სასურველია, რომ ადრეულ ასაკში დაიწყოს მკურნალობა და აი როგორც აღმოჩნდა 6 წლის ასაკიდან მინიმუმ მონიტორინგი უნდა მოხდეს, როგორ ვითარდება ბავშვის ყბალთა სისტემა. იმიტომ რომ კონკრეტულ შემთხვევებში უფრო მარტივად სწორდება ესა თუ ის ანომალია ბავშვთა ასაკში, ვიდრე უფროს ასაკში. ამიტომ სასურველია, რომ ასე ვთქვათ, ადრიანად დროულად მივაქციოთ ყურადღება და მივიყვანოთ ორთოდონტთან ბავშვები. აი რამ შეიძლება გამოიწვიოს, ასე ვთქვათ, ცხვირის სუნთქვის გაძნელება? ზოგადად, როდესაც ნორმალური სუნთქვისას, როდესაც ცხვირით კარგად სუნთქავთ, ენა თავსდება ზედა ყბაზე, რაც, როგორც ვიცით, ენა არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კუნთოვანი ორგანო, რომელიც აწვება ზედა ყბას და ამის შედეგად ზედა ყბა ფართოვდება. როდესაც ცხვირით სუნთქვა გაძნელებულია, პაციენტები ბავშვები სუნთქავენ პირით. ასეთ შემთხვევაში ენა თავსდება ქვედა ყბაზე, შესაბამისად ზედა ყბას აღარ აწვება, აღარ ფართოვდება და ჩამორჩება როგორც წესი ზრდას. და იწვევს თანკულის ანომალიებს. აი შეჯამების სახით რა რჩევებს მისცემდით ჩვენს მსმენელს? პირველ რიგში, როგორც აქამდე აღნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დროულად მივმართოთ ორთოდონტს, რომ უფრო მარტივად მოვაგვაროთ ესა თუ ის პრობლემა. ასევე ხშირად გონიათ ხოლმე, რომ ჩემ ხელა პაციენტებსაც, ჩემზე უფროს პაციენტებსაც, რომ მათ ასაკში თითქოს ორთოდონტული მკურნალობა უკვე დაგვიანებულია და არ შეიძლება. რა თქმა უნდა, რაღაცები ცოტა უფრო რთული გზებით შეიძლება გასწორდეს, თუმცა გვიანი არასდროს არ არის. ამიტომ ასაკით შეიზღუდავთ თავს და იმის გარდა, რომ ორთოდონტია, რა თქმა უნდა, ესთეტიკასაც აუმჯობესებს, ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ფუნქცია უმჯობესდება, რაში ცეკულის ხმობა, ღიჭვა, ყვაყვა, ასე შემდეგ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შეიზღუდონ თავი პაციენტებმა ასაკის და მიუხედავად. დიდი მადლობა თქვენ ქალბატონო თათა მოგზაურობისთვის და მოგჩაობისთვის. მადლობა. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია. შევხვდებით შემდეგ პარასკევს საღამოს 6 საათზე. გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები. ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები. დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი.